მილიონერი სასოწარკვეთილებაში ვარდება, როდესაც ისმენს კაფეტერიის მიმტანის გვარს. იგივე, რომელიც თუ ეს ისტორია მოგეწონათ, ნუ დაგავიწყდებათ ჩვენი არხის გამოწერა და გვითხრით, რომელი ქალაქიდან გვიყურებთ. ვაგრძელებთ. გიორგი ბერიძე, 55 წლის ბიზნესმენი, სეირნობდა თბილისის ფერად-ძველ უბნებში, გარშემორტყმული მრავალფერი სახლებით. დილის მზე ქალაქს თავისი თბილის სხივებით ანათებდა, როდესაც გიორგი მისი საყვარელი კაფეს ვახტანგის კუთხისკენ მიემართებოდა. ეს დღეც ისეთივე იყო, როგორც ნებისმიერი სხვა, ან ასე ეგონა მას. კაფეში შესვლისას ახლად მოხარშული ყავის ნაცნობი არომატი მოეფინა. ვახტანგმა, მფლობელმა, მეგობრული ღიმილით მიესალმა. დილა მშვიდობისა, ბატონო გიორგი. ჩვეულებრივს მიირთმევთ. გიორგიმ თავი დაუქნია და ჩვეულ მაგიდასთან დაჯდა, ფანჯარასთან, რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა. ტელეფონი ამოიღო და დაიწყო რამდენიმე ელფოსტის გადამოწმება, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე მისი სასტუმროების ქსელის გაფართოებას ეხებოდა. ის იმდენად ჩაფრული იყო საკუთარ ფიქრებში, რომ თითქმის ვერ შეამჩნია, როდესაც ახალგაზრდა ოფიციანტი ქალი მის მაგიდასთან მივიდა. აი, თქვენი ყავა, ბატონო, თქვა ახალგაზრდა ქალმა რბილი ხმით. გიორგი მაიხედა, მზად იმისთვის, რომ გაფანტული ჟესტით მადლობა გადაეხადა, მაგრამ რაღაც გოგონას ხმაში იყო ისეთი, რამაც მას შეჩერება აიძულა. ეს იყო ხმა, რომელიც მას კაფეში მანამდე არ გაეგონა. ფრთხილად ცხელია, განაგრძო ახალგაზრდა ქალმა, ფინჯანს მაგიდაზე დგამდა. და შემდეგ თითქოს ეს ყველაზე ბუნებრივი რამ იყო და ამატა, ნინო ყოველთვის ამბობდა, რომ ყავა ორჯერ წვავს, ერთხელ ენაზე და მეორეჯერ გულში. გიორგის სამყარო იმ მომენტში გაჩერდა. ნინოს, მისი გარდაცვლილი ცოლის სახელი, მის ყურებში შორეული ეკოსავით გაისმა. ეს ფრაზა. ეს ის იყო, რასაც ნინო ხშირად ამბობდა. როგორ შეიძლებოდა ამ ახალგაზრდა ოფიციანტს ცოდნოდა? მოკანკალე ხელებით, გიორგიმ ტელეფონი მაგიდაზე დადო და გოგონას მიაშტერდა. მას დაახლოებით 20 წელი ექნებოდა, მუქი თმით და თაფლისფერი თვალებით, რაც მას მტკივნეულად ახსენებდა ნინოს. მაპატიეთ, თქვა გიორგიმ, ხმაში კანკალის კონტროლს ცდილობდა. როგორ თქვი, რომ გქვია? ახალგაზრდა ქალმა კეთილად გაიღიმა. მე თამარი მქვია, ბატონო. თამარ კაპანაძე. დღეს ჩემი პირველი დღეა აქ. გიორგი მიგრძნო, რომ გული გაუჩერდა. კაპანაძე. ნინოს ქალიშვილობის გვარი. ეს არ შეიძლებოდა დამთხოვა ყოფილიყო, ხომ? თამარ გაიმეორა გიორგიმ, თითქოს თითოეულ მარცვალს იგემოვნებდა. შემთხვევით ხომ არ იცნობდი ნინოს? ქალს, რომელიც ახსენე. თამარის ღიმილი წამით შეიცვალა. არა, პირადად არა. ეს ფრაზა ხშირად მესმოდა ბავშვთა სახლში, სადაც გავიზარდე. ერთ-ერთი ქალი, რომელიც გსტუმრობდა, ხშირად ამბობდა ამას. გიორგი მიგრძნო, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებდა. ბავშვთა სახლი? ნინო ბავშვთა სახლს სტუმრობდა. როგორ შეიძლებოდა, რომ მას ეს არასოდეს ცოდნოდა? გმადლობთ, თამარ, შეძლო თქმა გიორგიმ, მისი გონება სრული სიჩქარით მუშაობდა. ვაფასებ მომსახურებას. როდესაც თამარის სხვა მაგიდების მოსამსახურებლად გაშორდა, გიორგი უძრავად დარჩა, მისი დავიწყებული ყავა მის წინ იდგა. კითხვები მის გონებაში გროვდებოდნენ, როგორც ქარიშხალი. ვინ იყო ნამდვილად ეს თამარი? რა კავშირი ჰქონდა ნინოსთან? და რაც მთავარია, რატომ არასოდეს უთხრა ნინო მას ბავშვთა სახლში სტუმრობის შესახებ? გიორგიმ ფანჯარაში გაიხედა, ქუჩის ხმაურს უყურებდა, მაგრამ სინამდვილეში არ ხედავდა. უცებ თბილისის ფერადი სამყარო თითქოს გაქრა და მის ადგილას ნინოს მოგონებები დაატყდა თავს. მისი სიცილი, მისი ხმა როგორ ამოძრავებდა ცხვირს, როდესაც ჩაფიქრებული იყო. და ახლა ეს ახალი ნაწილი თავსატეხისა, რომელიც არ ერგებოდა მის წარმოდგენას მათი ერთად ცხოვრების შესახებ. მან ყავის ყლუპი მოსვა, თითქმის ვერ შეამჩნია, რომ ძალიან ცხელი იყო. წარე გემომის ენაზე, როგორც ექო მისი დაბნეულობისა და ტკივილისა, რომელსაც გულში გრძნობდა. ნინო მართალი იყო, იფიქრა სიმწარით. ყავა მართლაც ორჯერ წვავს. როდესაც თამარს უყურებდა, როგორ მოძრაობდა მაგიდებს შორის, გიორგიმ გადაწყვეტილება მიიღო. ვერ დატოვებდა ამას უყურადღებოდ. მას სჭირდებოდა მეტი ცოდნა. მას სჭირდებოდა იმის გაგება, თუ რა საიდუმლოებებს ინახავდა ნინო და რატომ. და უპირველეს ყოვლისა მას სჭირდებოდა იმის აღმოჩენა, თუ ვინ იყო ნამდვილად თამარ კაპანაძე და რა როლს თამაშობდა ამ ისტორიაში, რომელიც ახლა იწყებდა გაშლას. გადაწყვეტილებით, გიორგიმ საკუთარი სავიზიტო ბარათი ამოიღო საფულიდან და ყავის ფინჯანთან დადო.
როდესაც თამარი დაბრუნდებოდა, სთხოვდა, რომ მასთან დაკავშირებოდა. ეს საუბარი აქ ვერ დასრულდებოდა. დღე, რომელიც დაიწყო როგორც ნებისმიერი სხვა, გადაიქცა რაღაცის დასაწყისად, რაც სამუდამოდ შეცვლიდა მის ცხოვრებას. და როდესაც თბილისის მზე განაგრძობდა თავის გზას ცაზე, გიორგი ბერიძე ემზადებოდა, რომ შედგომოდა მოგზაურობას, რომელიც მას მიიყვანდა საკუთარი წარსულის პირისპირ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა მის აწმყოს და ხელახლა განსაზღვრავდა მის მომავალს. თამართან შეხვედრის შემდეგი დღეები გიორგისთვის ემოციების ქარიშხალი იყო. ვერ წყვეტდა ფიქრს ახალგაზრდა ოფიციანტ გოგონაზე და კავშირზე, რომელიც მას, როგორც ჩანდა, ნინოსთან ჰქონდა. ყოველ დილით ის აღმოაჩენდა, რომ ვახტანგის კუთხისკენ მიემართებოდა გაჩქარებული გულისცემით, ელოდა თამარის დანახვას და ამავდროულად ეშინოდა იმ გამოცხადებების, რომლებიც შეიძლება მას მოეტანა. პირველი შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ გიორგიმ საბოლოოდ შეკრიბა სიმამაცე, რომ თამარს პირდაპირ მიმართა. მან იგი იპოვა მაგიდის გაწმენდისას ფანჯარასთან ახლოს, დილის მზე ანათებდა მის პროფილს ისეთი გზით, რომ მტკივნეულად შეახსენა ნინო. თამარ დაუძახა რბილად. ის მობრუნდა, კეთილი ღიმილით სახეზე. დილა მშვიდობისა, ბატონო გიორგი. ჩვეულებრივს მიირთმევთ? გიორგიმ თავი გააკნია. სინამდვილეში მაინტერესებდა, შეძლებდი თუ არა ჩემთან ერთად დაჯდომას ცოტა ხნით. არის რაღაც, რაც მინდა გკითხო. თამარი გაკვირვებული ჩანდა, მაგრამ თავი დაუქნია. რა თქმა უნდა, ჩემი ცვლა 10 წუთში მთავრდება. მაშინ შევხვდეთ, კარგი? გიორგი მოთმინებით ელოდა, მის წინ ყავა ხელუხლებელი იდგა. როდესაც თამარი საბოლოოდ დაჯდა მის პირისპირ, ოფიციანტის ფორმა შეცვლილი ჰქონდა უბრალოდ ანსაცმლით, გიორგი მიგრძნო, რომ გული აუჩქარდა. თამარ დაიწყო, ვიცი, რომ ეს უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ გჭირდება მეტი ვიცოდე ქალის შესახებ, რომელიც დღეს ახსენე. ნინო. თამარის თვალები დარბილდა. ო, თქვენც იცნობდით მას? გიორგიმ ნერწყვი ჩაყლაპა. ის ჩემი ცოლი იყო. 15 წლის წინ გარდაიცვალა. თამარი შეკრთა, ხელი პირზე მიიტანა. ძალიან მწუხვარ, ბატონო გიორგი. წარმოდგენა არ მქონდა. არა უშავს, დაამშვიდა გიორგიმ, მაგრამ ძალიან გამაკვირვა მისი სახელის ხსენებამ და იმ ფრაზამ, რომელსაც ის ამბობდა ხოლმე. შეგიძლია მითხრა, როგორ გაიცანი? თამარმა ნელა დაუქნია თავი. როგორც გითხარით, გავიზარდე ბავშვთა სახლში აქ, თბილისში. ნინო იყო ერთ-ერთი მოხალისე, რომელიც რეგულარულად გსტუმრობდა. ის ყოველთვის მოგვიტანდა წიგნებს და მოგვითხრობდა ამბებს. ის იყო როგორც მზის სხივი ჩვენს ცხოვრებაში. გიორგი მიგრძნო, რომ ყელში ბურთი ექნებოდა. როგორ შეიძლებოდა, რომ ნინოს ჰქონოდა ეს პარალელური ცხოვრება მისი ცოდნის გარეშე? როდის ნახე ის ბოლოს? კითხა, პასუხის ეშინოდა. თამარმა შუბლი შეკრიჭა, ცდილობდა გახსენებას. ალბათ 15 წლის წინ. ერთ დღეს უბრალოდ შეწყვიტა მოსვლა. გვითხრეს, რომ გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ახლა მესმის. სიჩუმე ჩამოწვა მათ შორის მძიმე და სავსე გამოუთქმელი ემოციებით. გიორგი მიაშტერდა ყავის ფინჯანს, ნინოს სიტყვები ეკოდისმოდა მის გონებაში, ყავა ორჯერ წვავს, ერთხელ ენაზე და მეორეჯერ გულში. ახლა მას ესმოდა ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა. თამარ თქვა ბოლოს, თვალი აღმართა, რომ შეხვედროდა ახალგაზრდა ქალის თაფლისფერ თვალებს. შემიძლია გკითხო, რამდენი წლის ხარ? 25-ის უპასუხა მან, დაბნეულობის ჩრდილი გადაუარა სახეზე. გიორგი მიგრძნო, რომ სამყარო გაჩერდა. 25 წლის. ეს ნიშნავდა, რომ თამარი დაიბადა ზუსტად მანამდე, სანამ ის და ნინო დაქორწინდებოდნენ. ზუსტად იმ დაშორების პერიოდში, რომელიც მათ ჰქონდათ. ბატონო გიორგი, კარგად ხართ? იკითხა თამარმა, შეშფოთებული მის წინ ჯდომი კაცის უეცარი სიფერმკრთალით. გიორგიმ თავს ძალა დაატანა, რომ გაეღიმა, თუმცა გრძნობდა, რომ მისი სამყარო ინგრეოდა. დიახ, კარგად ვარ. უბრალოდ. იმდენი რამა, რაც არ ვიცოდი ნინოს შესახებ. იმდენი საიდუმლო. თამარმა ხელი გაიწოდა მაგიდაზე, ნაზად შეეხო გიორგის ხელს ნუგეშის მცემელი ჟესტით. ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს, საიდუმლოებების შენახვის მიზეზები აქვთ. ეს ყოველთვის არ არის სიყვარულის ან ნდობის ნაკლებობის გამო. გიორგიმ თავი დაუქნია, მადლიერი ახალგაზრდა ქალის მოულოდნელი სიბრძნისთვის. მაგრამ როდესაც ის თამარს უყურებდა, ვერ აჩერებდა ნინოს გამოძახილების დანახვას მასში. როგორც ის თავს იხრიდა, ბზინვარება მის თვალებში. შესაძლებელი იყო? შეიძლებოდა თამარი ყოფილიყო? არა.
გიორგიმ თავი გააქნია, ამ აზრის მოშორებას ცდილობდა. ეს სიგიჟე იყო. და მაინც. თამარ, თქვა ბოლოს, მინდა მეტი გავიგო შენი ცხოვრების შესახებ ბავშვთა სახლში. ნინოს შესახებ. შენ შესახებ. როგორ ფიქრობ, შეგვიძლია კვლავ შევხვდეთ? იქნებ. შეგიძლია მაჩვენო ბავშვთა სახლი, სადაც გაიზარდე. თამარმა გაკვირვებით შეხედა, მაგრამ შემდეგ თბილმა ღიმილმა გაანათა მისი სახე. რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი. სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ მოგონებებს. როდესაც ისინი ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, გიორგი მიგრძნო მოლოდინისა და შიშის ნაზავი. ის აპირებდა, რომ მოგზაურობა დაეწყო ნინოს წარსულში, რომელიც მან საერთოდ არ იცოდა. და ყველაფრის ცენტრში იდგა თამარი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც როგორც ჩანდა მის გარდაცვლილ ცოლთან იყო დაკავშირებული ისეთი გზით, რომელიც მას ჯერ ვერ გაეგო. როდესაც სახლისკენ ბრუნდებოდა, თბილისის ფერადი ქუჩები თითქოს დასცინოდნენ მას თავიანთი მხიარულებით. გიორგი გრძნობდა, თითქოს ნისლში მიდიოდა ნინოს საიდუმლოებების სიმძიმე და იმის შესაძლებლობა, რომ თამარი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ნაცნობი, აწვებოდა მის მხრებს. იმ ღამეს, როდესაც ნინოს ძველ ფოტოებს უყურებდა, გიორგიმ საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ამ საიდუმლოს ფსკერს მიაღწევდა. ნინოსთვის, თამარისთვის და საკუთარი თავისთვის. კავა ორჯერ წვავს, გაიფიქრა, მაგრამ იქნებ, მხოლოდ იქნებ, ასევე შეეძლო ორი გულის განკურნებაც. ბავშვთა სახლის მონახულების დღე დადგა ნაცრისფერი ცით თბილისის თავზე, თითქოს ამინდი ასახავდა ემოციურ ქარიშხალს, რომელსაც გიორგი საკუთარ თავში გრძნობდა. ის თამარს შეხვდა ვახტანგის კუთხის წინ, ორივე უბრალოდ ჩაცმული, თითქოს ისინი უბრალოდ ორი მეგობარი იყვნენ, რომლებიც სასეირნოდ გადიოდნენ. დილა მშვიდობისა, ბატონო გიორგი, მიესალმა თამარი მორცხვი ღიმილით. დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამის გაკეთება? გიორგიმ გადაწყვეტილებით დაუქნია თავი. ჭირდება ვიცოდე, თამარ. ჭირდება გავიგო ნინოს ცხოვრების ეს ნაწილი, რომელიც არასოდეს მცოდნია. ერთად ისინი თბილისის ციცაბო ქუჩებში სეირნობდნენ, შორდებოდნენ ტურისტულ ცენტრს და ქალაქის უფრო მოკრძალებული უბნებისკენ მიემართებოდნენ. რაც უფრო მეტად წინ მიდიოდნენ, გიორგი ამჩნევდა, როგორ ხდებოდა თამარი უფრო ჩუმი, მისი სახე იყო ნოსტალგიისა და შიშის ნაზავი. ბოლოს, თითქმის 1 საათის სიარულის შემდეგ, მივიდნენ ორსართულიან შენობასთან, რომელიც გახუნებული ყვითელი საღებავით იყო შეღებილი. გაცვეთილი აბრა შესასვლელთან იუწყებოდა, წმინდა ნიკოლოზის ბავშვთა სახლი. აი, აქ, თქვა თამარმა ჩუმი ხმით. ეს იყო ჩემი სახლი 18 წლის განმავლობაში. გიორგი მიგრძნო ბურთი ყელში. იმ ადგილის დანახვა, სადაც თამარი გაიზარდა, სადაც ნინო იმდენ საათს ატარებდა მისი ცოდნის გარეშე, იწვევდა ემოციების ნაზავს, რომელსაც ძლივს იგებდა. შესვლისას მათ შეეგება უფროსი ქალი ნაცრისფერი თმითა და კეთილი ღიმილით. თამარ, ჩემო გოგონა, შესწახა, ახალგაზრდა ქალს ეხვეოდა. რა სასიამოვნო სიურპრიზია. გამარჯობა, დედა თამარ, უპასუხა თამარმა, მას ჩახუტება დაუბრუნა. მოვიყვანე ვიღაც, ვისაც ბავშვთა სახლის ნახვა სურდა. ის ნინოს ქმარი იყო. დედა თამარის თვალები ფართოდ გაიხსნა. ღმერთო ჩემო, ჩაიჩურჩულა, გიორგის უყურებდა გაკვირვებისა და რაღაცის ნაზავით, რაც დანაშაულს გავდა. ბატონო ბერიძე, პატივია თქვენი გაცნობა. ნინო ბევრს საუბრობდა თქვენზე. გიორგი გაოცდა. მართლა? ნე. არასოდეს ვიცოდი, რომ ის აქ მოდიოდა. დედა თამარმა სწრაფი მზერა გაცვალა თამართან, სანამ უპასუხებდა. ნინო განსაკუთრებული ქალი იყო, ბატონო ბერიძე. მისმა გულუხობამ ბევრი სიცოცხლე შეეხო აქ. მინდა მეტი ვიცოდე, თქვა გიორგიმ, მისი ხმა მხოლოდ ჩურჩული იყო. შეგვიძლია ვისაუბროთ პირადად. დედა თამარმა თავი დაუქნია. რა თქმა უნდა. თამარ, რატომ არ მიესალმები ბავშვებს, სანამ ბატონი ბერიძე და მე ვსაუბრობთ? თამარმა ერთი წამით ყოყმანი დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ თავი დაუქნია და გაშორდა. გიორგი დატოვა მარტო ბავშვთა სახლის დირექტორთან. დედა თამარმა წაიყვანა იგი პირველ სართულზე პატარა ოფისში. კედლები დაფარული იყო მომღიმარი ბავშვების ფოტოებით და გიორგი ვერ აჩერებდა თავს, რომ მათ შორის თამარის სახე ეძებნა. ბატონო ბერიძე, დაიწყო დედა თამარმა, როდესაც ორივე დაჯდა მესმის, რომ ეს თქვენთვის რთული უნდა იყოს. ნინომ გთხოვა, რომ მისი მონაწილეობა აქ საიდუმლოდ შეგვენახა. გიორგი მიგრძნო, რომ გული აუჩქარდა. რატომ? რას მალავდა? დედა თამარმა ღრმად ამოისუნთქა.
ჩემი ადგილი არ არის ნინოს საიდუმლოების გამჟღავნება, მაგრამ გარემოებების გათვალისწინებით. გონი არის რაღაც, რაც უნდა ნახოთ. ის ადგა და ოფისის კუთხეში ძველ დოკუმენტების კარადასთან მივიდა. ერთხანს ძებნის შემდეგ მან ამოიღო გაყვითლებული საქაღალდე. ეს, თქვა მან, გიორგის გადასცემდა საქაღალდეს, არის თამარის საქმე. კანკალის ხელებით გიორგიმ გახსნა საქაღალდე. პირველი რაც დაინახა იყო თამარის ფოტო, როდესაც ჩვილი იყო. ქვემოთ მოწესრიგებული ხელწერით ეწერა: თამარ კაპანაძე, დაბადებული 1999 წლის 15 მაისს. გიორგი მიგრძნო, რომ ჰაერი აკლდებოდა. თარიღი ზუსტად ემთხვეოდა პერიოდს, როდესაც ის და ნინო განცალკევებით ცხოვრობდნენ, ზუსტად მათ ქორწინებამდე. არის მეტიც, თქვა რბილად დედა თამარმა. გიორგიმ გადაშალა გვერდი და იპოვა ხელნაწერი წერილი. მან მაშინვე იცნო ნინოს ხელწერა. მძიმედ მფეთქავი გულით მან დაიწყო კითხვა. ძვირფასო დედა თამარ. განდობთ ყველაზე ძვირფას, რაც ამ სამყაროში მაქვს, ჩემს შვილს, თამარს. გარემოებები, რომლებიც მაიძულებენ მის აქ დატოვებას, მტკივნეულია და რთული. მისი ბიოლოგიური მამა საშიში კაცია, ჩართული ბნელ საქმეებში. მეშინია თამარის უსაფრთხოებისთვის, თუ ის მისი არსებობის შესახებ შეიტყობს. გთხოვთ, იზრუნეთ მასზე. მოვალ მის სანახავად ისე ხშირად, როგორც შემიძლია, მაგრამ არავინ უნდა იცოდეს, რომ მე მისი დედა ვარ. არც ის კაცი, ვისაც მალე დავქორწინდები, გიორგი. ღრმად მიყვარს, მაგრამ მეშინია, რომ სიმართლე მასაც საფრთხეში ჩააგდებდა. ერთ დღეს, როცა უსაფრთხო იქნება, ყველაფერს ვეტყვი თამარს. მანამდე, გთხოვთ, შეინახეთ ჩვენი საიდუმლო. ყველა ჩემი სიყვარულითა და მადლიერებით, ნინო. გიორგიმ წერილი ხელიდან გაუშვა, გრძნობდა, რომ სამყარო ტრიალებდა მის გარშემო. თამარი იყო ნინოს შვილი. მისი გერი. და ყველა ამ წლების განმავლობაში არასოდეს იცოდა. რატომ, შეძლო კითხვა, მისი ხმა ემოციით გატეხილი. რატომ არასოდეს მითხრა? დედა თამარი მიუახლოვდა და ნუგეშინის მცემელი ხელი დაადო მხარზე. ნინო მატარა ეს საიდუმლო წლების განმავლობაში, ბატონო ბერიძე. ყოველთვის, როცა აქ მოდიოდა, ვხედავდი, როგორ ებრძოდა გადაწყვეტილებას, რომ ეთქვა თქვენთვის. მაგრამ შიში თამარის უსაფრთხოებისა და თქვენი საკუთარი უსაფრთხოების გამო ყოველთვის აჩერებდა მას. გიორგიმ თვალები დახუჭა, ცდილობდა მთელი ამ ინფორმაციის გადამუშავებას. გაიხსენა ღამეები, როდესაც ნინო ტირილით იღვიძებდა, დროები, როდესაც მას წაასწრო სიცარიელეში ყურებისას ღრმა სევდის გამომეტყველებით. ახლა ყველაფერი აზრს იძენდა. თამარმა იცის, იკითხა ბოლოს. დედა თამარმა თავი გააქნია. ნინომ ვერასოდეს იპოვა შესაფერი სიდრო, რომ ეთქვა მისთვის. და ავარიის შემდეგ. გიორგიმ თავი დაუქნია გაგებით. ავარიას, რომელმაც ნინო წაიყვანა, ასევე მოუპარავს თამარისთვის შესაძლებლობა, რომ ეცოდინას სიმართლე თავისი წარმოშობის შესახებ. იმ მომენტში ეზოდან სიცილი მოისმა. გიორგი ფანჯარასთან მივიდა და დაინახა თამარი, რომელიც რამდენიმე ბავშვთან ერთად თამაშობდა, მისი ღიმილი ნათელი და უდარდელი. სურათმა გული გაუტეხა და იმავდროულად სიყვარულით აურსო. რა უნდა გავაკეთო, იკითხა უფრო საკუთარი თავისთვის, ვიდრე დედა თამარისთვის. ეს, ბატონო ბერიძე, არის რაღაც, რასაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვეტა, უპასუხა მან რბილად. მაგრამ თუ ნებას მომცემთ რჩევა მოგცეთ, სიმართლე, თუმცა მტკივნეული, შეიძლება გამათავისუფლებელი იყოს. და თამარი იმსახურებს, რომ იცოდეს თავისი ისტორია. გიორგი ნელა დაუქნია თავი, მისი გონება ემოციებისა და აზრების ქარიშხალი იყო. როდესაც ეზოში თამარს აკვირდებოდა, მან გადაწყვეტილება მიიღო? ეტყოდა სიმართლეს. ესაუბრებოდა ნინოზე, მის წარსულზე, სიყვარულზე, რომელიც მის დედას ჰქონდა მისდამი. მაგრამ მანამ სანამ შეძლებდა ამის გაკეთებას, მას სჭირდებოდა მეტი გაეგო. მას სჭირდებოდა აღმოეჩინა, ვინ იყო თამარის ბიოლოგიური მამა და რატომ ეშინოდა ნინოს მისი ასე ძალიან. და, უპირველეს ყოვლისა, მას სჭირდებოდა ძალის პოვნა, რომ მიეღო, რომ ქალს, რომელიც წლების განმავლობაში უყვარდა, დაუმალა მას ასეთი დიდი საიდუმლო. როდესაც მზე იწყებდა გამოჩენას ღრუბლებს შორის თბილისის თავზე, გიორგი ემზადებოდა, რომ ახალ რეალობას შეხვედროდა. რეალობას, რომელშიც თამარი არ იყო მხოლოდ ოფიციანტი, რომელიც მას მის გარდაცვლილ ცოლს ახსენებდა, არამედ შვილი, რომელიც არ იცოდა, რომ ჰყავდა. ბავშვთა სახლში გამოცხადების შემდეგი დღეები გიორგისთვის ემოციების ქარიშხალი იყო. ყოველ დილით ის იღვიძებდა განზრახვით, რომ თამარს ესაუბრა, ეთქვა მისთვის სიმართლე მისი დედის შესახებ, მაგრამ ყოველთვის, როცა მას კაფეში ხედავდა, სიტყვები ყელში ეჩხირებოდა.
ერთ საღამოს, როდესაც გიორგი თავის ოფისში იჯდა და სასტუმროების ბიზნესის დოკუმენტებს ამოწმებდა, მიიღო მოულოდნელი ზარი. ბატონო ბერიძე, თქვა მამაკაცის ხმამ ხაზის მეორე მხარეს. ჩემი სახელია ლევან ცინცაძე. მე ვარ ადვოკატი და წარმოვადგენ ვიღაცას, ვინც ძალიან დაინტერესებულია თქვენთან საუბრით თამარ კაპანაძის შესახებ. გიორგი მიგრძნო, რომ სისხლი გაეკინა. ვინ ხართ თქვენ? საიდან იცით თამარის შესახებ? დამშვიდდით, ბატონო ბერიძე, უპასუხა ლევანმა მშვიდი ხმით. ჩემი კლიენტი არის თამარის ბიოლოგიური მამა. ის ეძებს მას წლების განმავლობაში და ახლახანს აღმოაჩინა მისი ადგილსამყოფელი თბილისში. გიორგის სუნთქვა შეეკრა. თამარის ბიოლოგიური მამა. კაცი, ვისგანაც ნინო გაიქცა, ვისი ასე ეშინოდა, რომ ამჯობინა შვილის მიტოვება, ვიდრე საფრთხეში ჩაეგდო იგი. რა გსურთ? იკითხა გიორგიმ, სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. ჩემს კლიენტს მხოლოდ თავისი ქალიშვილის გაცნობა სურს, ახსნა ლევანმა. ის მზადაა, რომ დმის ტესტს დაემორჩილოს, რათა დაამტკიცოს მამობა. ყველაფერი, რასაც ის ითხოვს, არის შესაძლებლობა, რომ თამარს ესაუბროს. გიორგიმ თვალები დახუჭა, გრძნობდა პასუხისმგებლობის სიმძიმეს თავის მხრებზე. უნდა ეთქვა თამარისთვის ამ ზარის შესახებ. ჰქონდა უფლება, რომ დაემალა მისთვის მისი ბიოლოგიური მამის არსებობა. ჭირდება დრო, რომ ვიფიქრო, თქვა ბოლოს. და მჭირდება ჯერ თამართან საუბარი. რა თქმა უნდა, უპასუხა ლევანმა. აიღეთ ისეთი დრო, როგორიც გჭირდებათ. მაგრამ გახსოვდეთ, ბატონო ბერიძე, სიმართლე ყოველთვის გამოდის სინათლეზე. უკეთესია, რომ თამარმა ის თქვენგან მოისმინოს, ვიდრე უცხოსგან. დაკიდების შემდეგ გიორგი მისი ოფისის ფანჯრიდან უყურებდა თბილისის ფერად ლანდშაფტს რეალურად დანახვის გარეშე. ცხოვრება, რომელიც აეშენებინა, მოგონებები, რომლებსაც ინახავდა ნინოს შესახებ, ყველაფერი, როგორც ჩანდა, ინგრეოდა მის გარშემო. იმ ღამეს, ძილის უუნარო, გიორგიმ მიიღო გადაწყვეტილება. ყველაფერს ეტყოდა თამარს. ნინოს შესახებ, მისი დაბადების შესახებ, ადვოკატის ზარის შესახებ. დრო იყო, რომ სიმართლე გამოსულიყო სინათლეზე. მეორე დილით, გიორგი ადრე მივიდა ვახტანგის კუთხეში. თამარი იქ იყო, მაგიდებს ამზადებდა დღისთვის. თამარ დაუძახა რბილად. შეგვიძლია ვისაუბროთ? მან შეხედა გაკვირვებული მისი სერიოზული ტონით. რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი. ყველაფერი კარგადაა. გიორგიმ თავი გააკნია. არის რაღაც, რაც უნდა გითხრა. რაღაც ნინოს შესახებ. და შენ შესახებ. ისინი განცალკევებულ მაგიდასთან დასხდნენ და გიორგიმ დაიწყო საუბარი. უამბო ბავშვთა სახლში ვიზიტის შესახებ, ნინოს წერილის შესახებ, საიდუმლოს შესახებ, რომელსაც ინახავდა იმდენი წლის განმავლობაში. თამარი უსმენდა სიჩუმეში, მისი თვალები ცრემლით ივსებოდა, როგორც კი გიორგი ამჟღავნებდა სიმართლეს მისი წარმოშობის შესახებ. ნინო იყო. ჩემი დედა, იკითხა ბოლოს, მისი ხმა მხოლოდ ჩურჩული იყო. გიორგიმ თავი დაუქნია. დიახ, თამარ. და არის მეტიც. გუშინ ზარი მივიღე ადვოკატისგან. ამბობს, რომ წარმოადგენს შენს ბიოლოგიურ მამას. თამარმა ხელი პირზე მიიტანა, ქვითინს იკავებდა. ყველა ამ წლების განმავლობაში. მეგონა, რომ ობოლი ვიყავი. და ახლა აღმოჩნდა, რომ მყავს მამა და ჩემი დედა იყო ქალი, რომელიც ბავშვთა სახლში მნახულობდა. გიორგიმ ხელი გაიწოდა მაგიდაზე, აიღო თამარის ხელი. ძალიან მწუხვარ თამარ. ნინოს შენი დაცვა სურდა. ეშინოდა, რომ შენი ბიოლოგიური მამა საშიში იყო. და ახლა რა? იკითხა თამარმა, მისი თვალები ეძებდნენ პასუხებს გიორგის თვალებში. ეს შენზეა დამოკიდებული, უპასუხა მან რბილად. ადვოკატი ამბობს, რომ შენს მამას შენი გაცნობა სურს. ის მზადაა, რომ დმის ტესტი ჩაიტაროს მამობის დასამტკიცებლად. თამარი დიდხანს ჩუმად იყო, ამუშავებდა მთელ ინფორმაციას. ბოლოს აიხედა გადაწყვეტილებისა და შიშის ნაზავი მის თვალებში. მინდა მისი გაცნობა, თქვა. მინდა ვიცოდე, ვინ არის და რატომ ეშინოდა დედაჩემს მისი ასე ძალიან. გიორგიმ თავი დაუქნია, სიამაყისა და შეშფოთების ნაზავს გრძნობდა. შენთან ვიქნები ყოველ ნაბიჯზე, თუ ნებას მომცემ. თამარმა გაიღიმა თავისი ცრემლების მეშვეობით. გმადლობთ, ბატონო გიორგი. არ ვიცი, რას ვიზამდი თქვენ გარეშე. როდესაც მზე ამოდიოდა თბილისზე, კაფეს ოქროსფერი შუქით აბანავებდა, გიორგი და თამარი ემზადებოდნენ, რომ ერთად შეხვედროდნენ უცნობს.
ნინოს საიდუმლო გამოვიდა სინათლეზე, მაგრამ კვლავ რჩებოდა ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხები უნდა გაეცათ. ვინ იყო რეალურად თამარის ბიოლოგიური მამა? რატომ ეშინოდა ნინოს მისი ასე ძალიან? და უფრო მნიშვნელოვანი, როგორ შეცვლიდა ეს გამოცხადება ურთიერთობას გიორგისა და თამარს შორის. როდესაც ვახტანგი იწყებდა კაფეს გახსნას დღისთვის, გიორგი და თამარი რჩებოდნენ მჯდომარე, მათი ხელები გადაჯაჭვული მაგიდაზე, პოულობდნენ ნუგეშს ერთმანეთის ყოფნაში. გზა, რომელიც წინ ჰქონდათ, იყო გაურკვეველი, მაგრამ სულ მცირე ახლა მას გაივლიდნენ ერთად, გაერთიანებული ნინოს სიყვარულითა და საიდუმლოებებით, რომლებიც საბოლოოდ გამოვიდნენ სინათლეზე. გამოცხადების შემდეგი დღეები ემოციური ქარიშხალი იყო თამარისა და გიორგისთვის. ორივე ცდილობდა გაემკლავებინა ახლად აღმოჩენილ სიმართლესთან, ცდილობდნენ წონასწორობის პოვნას წარსულს შორის, რომელიც მათ არასოდეს იცოდნენ, და გაურკვეველ მომავალს შორის, რომელიც მათ წინაშე იხსნებოდა. საბოლოოდ დადგა დღე შეხვედრისა თამარის სავარაუდო ბიოლოგიურ მამასთან. გიორგიმ შეათანხმა ლევან ცინცაძესთან, ადვოკატთან, რომ შეხვედრა ჩატარდებოდა მშვიდ რესტორანში თბილისის ცენტრში. თამარი აშკარად ნერვიულობდა, როდესაც ის და გიორგი მიემართებოდნენ ადგილისკენ. მისი ხელები ოდნავ კანკალებდა და სახე გაფითრებული ჰქონდა. ყველაფერი კარგად იქნება, დაარწმუნა გიორგიმ, ნუგეშინის მცემელი ხელი მხარზე დაადო. მე აქ ვარ შენთან ერთად. როდესაც რესტორანში შევიდნენ, ლევან ცინცაძე მათ ელოდებოდა განცალკევებულ მაგიდასთან. მის გვერდით იჯდა კაცი დაახლოებით 50 წლის, ჭაღარა თმით და თვალებით, რომლებიც გაბრწყინდნენ თამარის დანახვაზე. თამარ, თქვა კაცმა, ფეხზე დგებოდა. მე ვარ ზურაბ ლომიძე. შენი მამა. თამარი გაშეშდა, მისი თვალები მიყინული იყო ზურაბზე. გიორგი მიგრძნოდა ძაბულობა ჰაერში, თითქმის ხელშესახები. ბატონო ლომიძე, ჩაერია გიორგი, ხელს უთვდიდა. მე ვარ გიორგი ბერიძე, თამარის მეგობარი. ზურაბმა ჩამოართვა ხელი გიორგის, მაგრამ მისი თვალები არასოდეს მოცილებია თამარს. გთხოვთ, დაბრძანდით, თქვა მიუთითად სარიელს კამებზე. როდესაც დასხდნენ, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა მაგიდაზე. საბოლოოდ ლევანმა გაარღვია იგი. როგორც შევთანხმდით, გვაქვს დმის ტესტის შედეგები, თქვა, ამოიღო კონვერტი თავისი პორტფელიდან. ისინი ადასტურებენ, რომ ბატონი ლომიძე მართლაც არის თამარის ბიოლოგიური მამა. თამარმა აიღო კონვერტი მოკანკალე ხელებით, ჩუმად კითხულობდა შინაარსს. გიორგიმ დააკვირდა, როგორ აევსო თვალები ცრემლებით. რატომ, იკითხა საბოლოოდ თამარმა, მისი ხმა ძლივს ისმოდა. რატომ არასოდეს მომძებნე ადრე? ზურაბმა ღრმად ამოისუნთქა. ეს რთულია, თამარ. შენი დედა და მე. ჩვენი ურთიერთობა იყო ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური. როდესაც აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო, მე ვიყავი რთულ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში. ვიყავი ჩართული ბიზნესში. საეჭვო ბიზნესში. გიორგი დაიძაბა ამის მოსმენაზე, გაიხსენა ნინოს სიტყვები წერილში საშიში კაცის შესახებ. ზურაბი განაგრძობდა, ნინოს ეშინოდა შენი უსაფრთხოებისთვის. გადაწყვიტა გამქრალიყო, რომ დაეცვა შენ. მე არ ვიცოდი შენი არსებობის შესახებ წლების შემდეგამდე. თამარმა შუბლი შეკრიჭა, აშკარად სკეპტიკურად განწყობილი. და რატომ უნდა დაგიჯერო? ზურაბმა ამოიღო ძველი ფოტო საფულიდან და თამარს გადასცა. მასზე ჩანდა ახალგაზრდა ნინო, რომელიც კამერას უღიმოდა ზურაბი მის გვერდით. იმიტომ, რომ მიყვარდა შენი დედა, თამარ, თქვა რბილად. და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები დაუშვი წარსულში, ბოლო წლების განმავლობაში ვცდილობდი მათ გამოსწორებას და შენს ძებნას. გიორგიმ დააკვირდა, როგორ უყურებდა თამარი ფოტოს, მისი თვალები სავსე იყო კონფლიქტით. ერთი მხრივ აშკარა იყო, რომ ის ნატრობდა კავშირს თავის წარსულთან, თავის მშობლებთან. მეორე მხრივ, უნდობლობა და ტკივილი მთელი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც თავს მიტოვებულად თვლიდა, ვერ გაქრებოდა ერთ ღამეში. რა გინდა ჩემგან, იკითხა საბოლოოდ თამარმა, აიხედა ზურაბისკენ. მხოლოდ გაცნობა მინდა, უპასუხა მან. ვიცი, რომ ვერ დავიბრუნებ დაკარგულ წლებს, მაგრამ თუ შანსს მომცემ, მინდა ვიყო შენი ცხოვრების ნაწილი ახლა. გიორგიმ, რომელიც აქამდე ჩუმად იყო, საბოლოოდ ისაუბრა. ბატონო ლომიძე, მესმის თქვენი სურვილი, რომ თამართან დაკავშირდეთ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ეს ბევრია გასააზრებლად. თამარს დრო სჭირდება. ზურაბმა ნელა დაუქნია თავი. რა თქმა უნდა მესმის. მხოლოდ ვითხოვ შესაძლებლობას, რომ დავამტკიცო, რომ შევიცვალე, რომ შემიძლია ვიყო მამა, რომელსაც თამარი იმსახურებს. თამარმა შეხედა გიორგის მიმართულებას ეძებდა.
მან რბილად მოუჭირა ხელზე, ჩუმი მხარდაჭერა გადასცა. ჭირდება დრო, რომ ვიფიქრო, თქვა საბოლოოდ თამარმა. ყველაფერი ეს არის ძალიან ბევრი. მესმის, თქვა ზურაბმა, გადასცა ბარათი. აქ არის ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია. როდესაც მზად იქნები, თუ გინდა საუბარი, აქ ვიქნები. როდესაც ადგებოდნენ წასასვლელად, ზურაბმა კიდევ ერთი მცდელობა გააკეთა. თამარ, ვიცი რომ ბევრი სთხოვნაა, მაგრამ შეგიძლია განიხილო ჩემთან დროის გატარება. იქნებ. ვახშამი მომავალ კვირაში. თამარმა ერთი წამით იყო ხმანა, მაგრამ საბოლოოდ დაუქნია თავი. კარგი. ერთი ვახშამი. როდესაც რესტორნიდან გამოვიდნენ, გიორგიმ შეამჩნია, რომ თამარი ოდნავ კანკალებდა. მან დამცველი ხელი მოხვია მას, როდესაც თბილისის ფერად ქუჩებში სეირნობდნენ. კარგად ხარ, კითხა რბილად. თამარმა თავი გააქნია. არ ვიცი, ბატონო გიორგი. ყველაფერი ეს ისეთი გამაოგნებელია. მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ გამეცნო ჩემი მშობლები და ახლა გაქვს შესაძლებლობა, რომ გაიცნო შენი მამა, დაასრულა გიორგიმ. დიახ, მაგრამ რა თუ ის არ არის ის, რასაც ველოდები? რა თუ ნინოს მართალი ჰქონდა, როცა მისი ეშინოდა? იკითხა თამარმა, მისი ხმა სავსე იყო ეჩვებით. გიორგი გაჩერდა და შემოbrunდა, რომ პირდაპირ თვალებში შეეხედა. თამარ, მომისმინე. არაფერი უნდა გააკეთო, რაც არ გინდა. თუ გადაწყვეტ, რომ ზურაბს შანსი მისცე, მე აქ ვიქნები შენს მხარდასაჭერად. და თუ გადაწყვეტ, რომ არ გინდა ურთიერთობა მასთან, მაშინაც მხარს დაგიჭერ. თამარმა სუსტად გაიღიმა. გმადლობთ, ბატონო გიორგი. არ ვიცი, რას ვიზამდი თქვენ გარეშე. როდესაც გზას აგრძელებდნენ, გიორგი ვერ ახერხებდა შეშფოთების გრძნობის მოგერიებას. რაღაც ზურაბ ლომიძეში ვერ არწმუნებდა მას ბოლომდე. ნამდვილად შეიცვალა? თუ მისი უეცარი გამოჩენა სხვა მოტივებს მალავდა? გადაწყვიტა, რომ თამარის საკეთილდღეოდ უფრო საფუძვლიანად გამოიძიებდა. თუ ზურაბ ლომიძეს ჰქონდა საიდუმლოებები, გიორგი მტკიცედ იყო გადაწყვეტილი მათ აღმოსაჩენად. არ დაუშვებდა, რომ რამეს ან ვინმეს ეთკინა თამარისთვის, ნინოს ქალიშვილისთვის, ახალგაზრდა ქალისთვის, რომელიც განზრახვის გარეშე მისი ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. როდესაც მზე იწყებდა ჩასვლას თბილისის თავზე, ცასნარინჯისფერი და ვარდისფერი ტონებით ხებავდა, გიორგი და თამარი ჩუმად სეირნობდნენ, თითოეული დაკარგული საკუთარ ფიქრებში. მომავალი გაურკვეველი იყო, მაგრამ სულ მცირე, მათ ერთმანეთი ჰყავდათ, რომ მას შეხვედროდნენ. ზურაბ ლომიძესთან შეხვედრის შემდეგი დღეები ემოციების ქარიშხალი იყო თამარისთვის. გიორგი შეშფოთებით აკვირდებოდა მას, ამჩნევდა როგორ მერყეობდა იმედსა და შიშს შორის, აღფრთოვანებასა და ეჭვს შორის. ამასობაში გიორგიმ დაიწყო საკუთარი გამოძიება ზურაბის შესახებ. ბიზნეს სამყაროში თავისი კონტაქტების გამოყენებით, მან შეძლო ინფორმაციის მოპოვება კაცის წარსულზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ თამარის მამა იყო. ერთ საღამოს, როდესაც დოკუმენტებს ამოწმებდა, რომლებიც თავის ოფისში მოეგროვებინა, გიორგიმ მიიღო მოულოდნელი ზარი. ბატონო ბერიძე, ხმა ხაზის მეორე მხარეს იყო მძიმე და სერიოზული. მე ვარ დეტექტივი მამულაშვილი. დამიკავშირდით ზურაბ ლომიძის გამოსაძიებლად. გიორგი გასწორდა თავის სკამზე. დიახ, დეტექტივო. რამე აღმოაჩინეთ? იყო პაუზა, სანამ დეტექტივი უპასუხებდა. ბატონო ბერიძე, გონი პირადად უნდა ვისაუბროთ. ინფორმაცია, რომელიც მაქვს არის დელიკატური. ისინი შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ დისკრეტულ კაფეში თბილისის გარეუბანში. როდესაც გიორგი მივიდა, დეტექტივი მამულაშვილი იჯდა განცალკევებულ მაგიდასთან, მის წინ იდო სქელი ყავისფერი კონვერტი. ბატონო ბერიძე, თქვა დეტექტივმა, ხელი ჩამოართვა. რასაც აპირებთ ნახვათ, კონფიდენციალურია. დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ცოდნა? გიორგიმ გადაწყვეტილებით დაუქნია თავი. ჭირდება ვიცოდე სიმართლე, დეტექტივო. თამარის საკეთილდღეოსთვის. დეტექტივმა გახსნა კონვერტი და დაიწყო ფოტოებისა და დოკუმენტების ამოღება. ზურაბ ლომიძე არ არის ის, რასაც ამბობს დაიწყო. მისი ნამდვილი სახელია იაგო მეგრელიშვილი. 20 წლის წინ ის ჩართული იყო ნარკოტიკების ტრაფიკინგის ქსელში თბილისში. გიორგი მიგრძნო, რომ სისხლი გაეკინა. ნინოს სიტყვები თავის წერილში ახალ და საშინელ მნიშვნელობას იძენდა. დარწმუნებული ხართ? იკითხა, მისი ხმა ძლივ ჩურჩული იყო. დეტექტივმა სერიოზულად დაუქნია თავი. სრულიად.
მეგრელიშვილი გაქრა 15 წლის წინ, ზუსტად მას შემდეგ, რაც მისი ორგანიზაცია პოლიციამ გაანადგურა. ახლა კვლავ გამოჩნდა როგორც ზურაბ ლომიძე, მოჩვენებითად პატივსაცემი ბიზნესმენი. გიორგიმ თვალები დახუჭა, გრძნობდა ამ გამოცხადების სიმძიმეს. როგორ ფიქრობთ, თამარი საფრთხეშია? ვერ ვიქნები დარწმუნებული, უპასუხა დეტექტივმა. მაგრამ გირჩევთ, რომ ფრთხილად იყოთ. მეგრელიშვილს ან ლომიძეს, როგორც ახლა უწოდებს თავს, შეიძლება ჰქონდეს ფარული მოტივები თამართან დასაახლოებლად. როდესაც გიორგი იმ ღამით სახლში დაბრუნდა, მისი გონება შეშფოთებების ქარიშხალი იყო. როგორ ეტყოდა თამარს სიმართლეს მისი მამის შესახებ? როგორ დაიცავდა მას? მომდევნო დღეს გიორგი ვახტანგის კუთხისკენ გაემართა, გადაწყვეტილი, რომ თამარს ესაუბრა. მან ის მაგიდების გაწმენდისას იპოვა, მისი სახე განათებული იყო ღიმილით, რომელიც გაქრა, როდესაც დაინახა გიორგის სერიოზული გამომეტყველება. ბატონო გიორგი, რა ხდება? იკითხა, შეშფოთებული. გიორგიმ იგი განცალკევებულ მაგიდასთან მიიყვანა და მძიმე გულით დაიწყო იმის მოყოლა, რაც ზურაბ ლომიძის შესახებ აღმოაჩინა. თამარი ჩუმად უსმენდა, მისი სახე ფერმკრთალდებოდა ყოველი გამოცხადებისას. როდესაც გიორგიმ დაასრულა, იგი უყურებდა თავის ყავის ფინჯანს, ცრემლები ბრწყინავდა მის თვალებში. ასე რომ ყველაფერი ტყუილი იყო, თქვა საბოლოოდ, მისი ხმა გატეხილი. მას არ შეუცვლია. ის კვლავ ის კაცია, ვისგანაც დედა ჩემი გაიქცა. გიორგიმ ხელი გაიწოდა მაგიდაზე, აიღო თამარის ხელი. ძალიან მწუხვარ თამარ. ვიცი, როგორ გინდოდა, რომ ეს გამოსულიყო. თამარმა აიხედა ტკივილისა და გადაწყვეტილების ნაზავი მის თვალებში. რა უნდა ვქნათ, ბატონო გიორგი? ვახშამი. მე მას დღეს საღამოს უნდა შევხვდე. გიორგიმ რბილად მოუჭირა ხელზე. არ მოგიწევს წასვლა, თუ არ გინდა. შეგვიძლია პოლიციას დაურეკოთ ბუთხრად, რაც ვიცით. თამარმა თავი გააქნია. არა. გჭირდება მისი პირისპირ შეხვედრა. გჭირდება იმის ცოდნა, თუ რატომ გააკეთა ეს ყველაფერი. წამომყვებით? რა თქმა უნდა, უპასუხა გიორგიმ დაუყოვნებლივ. არ დაგტოვებ მარტო სამაში. იმ საღამოს, როდესაც ემზადებოდნენ ზურაბ ლომიძესთან, ან იაგო მეგრელიშვილთან, როგორც ახლა იცოდნენ, რომ ნამდვილად ეძახდნენ ვახშმისთვის, გიორგი ვერ აჩერებდა შიშისა და გადაწყვეტილების ნაზავის გრძნობას. არ იცოდა რა ელოდათ, მაგრამ გადაწყვეტილი იყო, რომ დაეცვა თამარი ნებისმიერ ფასად. როდესაც კაფედან გადიოდნენ, მზე ჩადიოდა თბილისზე, ცას მკვეთრი წითელი ფერით ხებავდა. გიორგი ვერ იკავებდა ფიქრს, რომ ეს რაღაც მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველება იყო. სიმართლე გამოვიდოდა სინათლეზე იმ ღამით და არაფერი იქნებოდა კვლავ იგივე. რესტორანი, რომელიც ზურაბ ლომიძემ, ან უკეთ რომ ვთქვათ იაგო მეგრელიშვილმა აირჩია, იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი თბილისში. გიორგი და თამარი მივიდნენ დროულად, ორივე თვალსაჩინოდ დაძაბული. თამარს ეცვა მარტივი, მაგრამ ელეგანტური კაბა, ხოლო გიორგიმ აირჩია მკაცრი კოსტიუმი. ზურაბი უკვე ელოდებოდა მათ განცალკევებულ მაგიდასთან, ფართო ღიმილით სახეზე, რომელიც გაქრა, როდესაც შეამჩნია სერიოზულობა თამარისა და გიორგის თვალებში. თამარ გიორგი მიესალმა, ფეხზე დგებოდა. მიხარია, რომ მოხვედით. გთხოვთ, დაბრძანდით. ისინი ჩუმად დასხდნენ. გიორგიმ შეამჩნია, როგორ უკანკალებდა თამარს ხელები ოდნა მაგიდის ქვეშ. სანამ დავიწყებდეთ, თქვა თამარმა, მისი ხმა გასაოცრად მტკიცე იყო, არის რაღაც, რაც მინდა გკითხო. იაგო. ზურაბი თვალსაჩინოდ გაფითრდა ამ სახელის მოსმენაზე. რა თქვი? ვიცით სიმართლე, ჩაერია გიორგი, მისი ხმა მშვიდი, მაგრამ ფოლადის ტონით. ვიცით, ვინ ხარ სინამდვილეში, იაგო მეგრელიშვილი. ზურაბის ან იაგოს სახე გარდაიქმნა. მოსიყვარულე მამის ნიღაბი გაქრა, გამოამჟღავნა მკაცრი და გამოთვლილი გამომეტყველება. როგორ გაიგეთ? იკითხა მისი ხმა ძლივს ჩურჩული. ეს მნიშვნელოვანი არ არის, უპასუხა თამარმა. რაც მნიშვნელოვანია არის რატომ? რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ახლა? რატომ მთელი ეს ფარსი? იაგომ ხელი გადაისვა სახეზე, თითქოს წლებით დაბერდა წამების განმავლობაში. ყველაფერი არ ყოფილა ტყუილი, თამარ. მართლა შენი მამა ვარ. და მართლა მინდოდა შენი გაცნობა. მაშ რატომ მოიტყვე შენი ვინაობის შესახებ, ჩაერია გიორგი. იაგომ მიმოიხედა, სანამ მაგიდაზე გადაიხრებოდა, ჩუმად საუბრობდა. იმიტომ, რომ არიან ადამიანები, ვინც კვლავ მეძებენ. საშიში ადამიანები.
შევცვალე ჩემი ვინაობა, რომ დამეცვა საკუთარი თავი. და რომ დამეცვა შენ, თამარ. თამარმა მწარე სიცილი აღმოხდა. დამეცვა. ბავშვთა სახლში მიტოვებით? იმით, რომ დედა ჩემი შიში ცხოვრობდა მთელი თავისი ცხოვრება. შენი დედა? ნინო, თქვა იაგომ, მისი ხმარბილდებოდა სახელის წარმოთქმისას. მან აღმოაჩინა, ვინ ვიყავი სინამდვილეში. დავუპირისპირდი და ვუთხარი, რომ შევიცვლებოდი მისთვის, შენთვის. მაგრამ არ დამიჯერა. გაქრა მანამდე, სანამ შევძლებდი ამის დამტკიცებას. გიორგი უსმენდა გაცვლას ჩუმად, მისი გონება სრული სიჩქარით მუშაობდა. რაღაც არ ჯდებოდა იაგოს ისტორიაში. თუ მართლა გინდოდა შეცვლა, ჩაერია, რატომ დაელოდე ამდენ ხანს თამარის მოსაძებნად. იაგომ თვალები დახარა. იმიტომ, რომ წლები დამჭირდა, რომ ნამდვილად გამოვსულიყავი იმ სამყაროდან. და როდესაც საბოლოოდ გამოვედი, როდესაც საბოლოოდ მქონდა სტაბილური და უსაფრთხო ცხოვრება, გავიგე ნინოს ავარიის შესახებ. ვიცოდი, რომ უნდა მეპოვა თამარი, დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყო. თამარი, რომელიც უსმენდა ტკივილისა და დაბნეულობის ნაზავით სახეზე, საბოლოოდ ისაუბრა, და რას ელოდები ახლა? რა ფიქრობ, რა მოხდება? იაგომ ხელი გაიწოდა მაგიდაზე, მაგრამ თამარმა გასწია, სანამ შეძლებდა მის შეხებას. ვიცი, რომ ვერ წავშლი წარსულს, თამარ. მაგრამ ვიმედოვნებდი. ვიმედოვნებდი, რომ შეგვეძლებოდა მომავლის ქონა. რომ შანსს მომცემდი, ყოფილიყავი მამა, რომელიც არასოდეს ყოფილვარ. სიჩუმე ჩამოცვა მაგიდაზე. გიორგი ხედავდა კონფლიქტს თამარის თვალებში, ბრძოლას ოჯახური კავშირის წყურვილსა და ტყუილებისა და მიტოვების ტკივილს შორის. საბოლოოდ თამარი წამოდგა. ჭირდება დრო, თქვა, მისი ხმა ოდნავ კანკალებდა. ეს არის ძალიან ბევრი. ვერ გადავწყვეტ ახლა ვერაფერს. იაგომ ნელა დაუქნია თავი. მესმის. აიღე დრო, რაც გჭირდება. აქ ვიქნები, როდესაც მზად იქნები სასაუბროდ. გიორგიც ადგა, დამცველი ხელი დაადო თამარის მხარს. მივდივართ, თქვა უბრალოდ. როდესაც რესტორნიდან გადიოდნენ, გიორგი ვერ აჩერებდა თავს, რომ უკან არ შეეხედა. იაგო მეგრელიშვილი, კაცი, რომელიც იყო აჩრდილი ნინოსა და თამარის ცხოვრებაში ამდენი წლების განმავლობაში, უცებ გამოიყურებოდა მოხუცი და დაღლილი, მარტო ძვირფასი რესტორნის მაგიდასთან. ერთხელ გარეთ, თამარმა საბოლოოდ მისცა თავისუფლება, რომ ცრემლები წამოსულიყო. გიორგი მაგრად ჩაიხუტა, უხმოდ სთავაზობდა ნუგეშს, რომელიც იცოდა, რომ სჭირდებოდა. იაგოსთან შეხვედრის შემდეგი დღეები ნამდვილი მღელვარების პერიოდი იყო თამარისთვის. გიორგი შეშფოთებით აკვირდებოდა მას, ამჩნევდა, როგორ ენაცვლებოდა ღრმა ფიქრის მომენტები იმედგაცრუებისა და ტკივილის ამოფრქვევებს. ერთ საღამოს, როდესაც გიორგი თავის ოფისში მუშაობდა, მიიღო მოულოდნელი ზარი. ბატონო გიორგი, თამარის ხმა დაძაბული ისმოდა ხაზის მეორე მხრიდან. გჭირდება თქვენთან საუბარი. შეგვიძლია შევხვდეთ მთაწმინდის მთვარიანში? გიორგიმ დაუყოვნებლივ დათანხმდა, შეშფოთებული თამარის ხმაში გადაუდებლობის ტონით. ნახევარი საათის შემდეგ იგი ადიოდა კიბეებსთან ბეჭდავი ძეგლისკენ, სადაც თამარი უკვე ელოდებოდა, თბილისის პანორამულ ხედს გაჰყურებდა. თამარ, მიესალმა რბილად. რა ხდება? ის შემობრუნდა მისკენ, მისი თვალები შეკავებული ცრემლებით ბზინავდა. გადაწყვეტილება მივიღე, ბატონო გიორგი. იაგოს შესახებ. ჩემი მომავლის შესახებ. გიორგიმ თავი დაუქნია, მოთმინებით ელოდა, რომ განეგრძო. ვერ ვაპატიებ მას, თქვა თამარმა, მისი ხმა ოდნავ ებზარებოდა. ვერ დავივიწყებ ყველა ამ წლების განმავლობაში არ ყოფნას, ტყუილებს. მაგრამ, შეეკითხა გიორგი რბილად, მაგრამ ვერც იმას უარყოფ, რომ ის ჩემი მამაა. და ჩემი ნაწილი, პატარა ნაწილი მინდა გავიცნო. გავიგო, ვინ ვარ ნამდვილად. გიორგი მიუახლოვდა, ნუგეშინის მცემელი ხელი დაადო თამარის მხარს. ეს მამაცი გადაწყვეტილებაა, თამარ. და რომელ გზასაც არ აირჩევ, მე აქ ვიქნები შენს მხარდასაჭერად. თამარმა სუსტად გაიღიმა. გმადლობთ, ბატონო გიორგი. არ ვიცი, რას ვიზამდი თქვენ გარეშე, მან პაუზა გააკეთა, ქალაქისკენ გაიხედა. არის კიდევ რაღაც. გადავწყვიტე კაფეში სამსახურის დატოვება. გიორგიმ გაკვირვებით შეხედა. დარწმუნებული ხარ? მან თავი დაუქნია. გჭირდება დრო ჩემთვის ამის ყველაფრის გადასამუშავებლად. და მინდა ვისწავლო.
ყოველთვის მოცნებობდი ფსიქოლოგი ყოფილიყავი და მეხმარა სხვა ბავშვებისთვის, რომლებიც ჩემსავით მშობლების გარეშე გაიზარდნენ. სიამაყემა ავსო გიორგის მკერდი. თამარ, ეს შესანიშნავია. დარწმუნებული ვარ, რომ გამორჩეული ფსიქოლოგი იქნები. არის პრობლემა, განაგრძო თამარმა ქვედა ტუჩს იქნეთ და არ მაქვს რესურსები უნივერსიტეტის გადასახდელად. გიორგიმ არც ერთი წამით არ დააყოვნა. მე დაგეხმარები. ჩათვალე ეს სესხად, თუ გსურს, მაგრამ სიამოვნებით მხარს დაგიჭერ ამაში. თამარის თვალები ცრემლებით აივსო. ბატონო გიორგი, მე არ ვიცი რა ვთქვა. არაფრის თქმა არ გჭირდება, უპასუხა მან თბილი ღიმილით. შენ ხარ ნინოს ქალიშვილი. შენი დახმარება ყველაზე მცირეა, რაც შემიძლია გავაკეთო. თამარმა უცებ მოხვია ხელები, მის მხარზე ქვითინებდა. გიორგიმ შემოიხვია გრძნობდა ემოციების ნაზავს, სიამაყეს, სითბოს და მზარდ შეგრძნებას, რომ თამარი მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გამხდარიყო. როდესაც მზე იწყებდა ჩასვლას თბილისზე, ქალაქს ოქროსფერი და წითელი ტონებით ღებავდა, გიორგი და თამარი ჩუმად იდგნენ, მომავალს გაჰყურებდნენ, რომელიც მათ წინ იშლებოდა. თუმცა მომენტის სიმშვიდე დაარღვია გიორგის ტელეფონის ხმამ. დაინახა რა ნომერი ეკრანზე, შუბლი შეკრიჭა. დეტექტივი მამულაშვილი, უპასუხა, თამარისგან ცოტა მოშორებით გადადგა. რა ხდება? ხმა ხაზის მეორე მხრიდან გადაუდებლად ჟღერდა. ბატონო ბერიძე, გვაქვს ახალი ინფორმაცია იაგო მეგრელიშვილის შესახებ. მგონი თქვენ და ქალბატონი თამარი შეიძლება საფრთხეში იყოთ. გიორგის გული აუჩქარდა. შეხედა თამარს, რომელიც შეშფოთებით უყურებდა. გასაგებია, უთხრა დეტექტივს. შევხვდებით ჩემს ოფისში 1 საათში. როდესაც დაკიდა, გიორგი მიუბრუნდა თამარს, მისი სახე სერიოზული იყო. თამარა არის რაღაც, რაც უნდა განვიხილოთ. როგორც ჩანს, იაგოს ისტორია უფრო რთულია, ვიდრე ვფიქრობდით. როდესაც მთვარიანიდან ჩამოდიოდნენ, გიორგი ვერ იშორებდა შეგრძნებას, რომ უფსკრულის პირას იდგნენ. გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მომდევნო საათებში მიიღებდნენ, შეიძლება სამუდამოდ შეეცვალათ მათი ცხოვრება. ღამე ეშვებოდა თბილისზე და მასთან ერთად ახალი გამოცხადებებისა და საფრთხეების დაპირება, რომლებიც ჩრდილებში იმალებოდნენ. გიორგი მრბილად მოუჭირა თამარის ხელს, გადაწყვეტილი, რომ დაიცავდა მას ნებისმიერ ფასად. ერთად ისინი მიემართებოდნენ გაურკვეველი მომავლისკენ, მაგრამ გაერთიანებული კავშირით, რომელიც ძლიერდებოდა ყოველი გამოწვევით, რასაც ისინი ერთად აწყდებოდნენ. გიორგის ოფისი ჩაძირული იყო დაძაბულ სიჩუმეში, როდესაც დეტექტივი მამულაშვილი მოვიდა. თამარი, რომელიც ტყავის სავარძელში იჯდა, ნერვიულად ცვალობდა ცხვირსახოთს ხელებში, ხოლო გიორგი აქეთ-იქით დადიოდა, მისი სახე შეშფოთების ნიღაბი იყო. ბატონო ბერიძე, ქალბატონო კაპანაძე, მიესალმა დეტექტივი, მისი მძიმე ხმა გაისმა ოთახში. ვწუხარ, რომ შემაშფოთებელი ამბები მოგიტანეთ, მაგრამ აუცილებელია, რომ იცოდეთ სიტუაციის შესახებ. გიორგი დაჯდა თამარის გვერდით, ინსტინქტურად აიღო მისი ხელი, რომ ანუგეშებინა. გთხოვთ, დეტექტივო, გვითხრით, რა აღმოაჩინეთ. დეტექტივმა მამულაშვილმა ამოიღო საქაღალდე თავისი ჩანთიდან და გახსნა წერილზე. ვაკვირდებოდით იაგო მეგრელიშვილის მოძრაობებს მას შემდეგ, რაც დაგვიკავშირდით, ბატონო ბერიძე. რაც აღმოვაჩინეთ არის შემაშფოთებელი. თამარი წინ გადაიხარა, მისი ხმა ძლივს ჩურჩული იყო. რას გულისხმობთ? როგორც ჩანს, იაგო მეგრელიშვილს არ მიუტოვებია თავისი კრიმინალური ცხოვრება სრულად, ახსნა დეტექტივმა. ვიპოვეთ მტკიცებულება, რომ ის კვლავ ინარჩუნებს კავშირებს თავის ძველ კარტელთან. ფაქტობრივად ვფიქრობთ, რომ მისი უეცარი ინტერესი თქვენს მიმართ, ქალბატონო კაპანაძე, შეიძლება დაკავშირებული იყოს უკანონო საქმიანობასთან. გიორგი მიგრძნო, რომ თამარი დაიძაბა მის გვერდით. რა ტიპის საქმიანობა? იკითხა, პასუხის ეშინოდა. დეტექტივმა მამულაშვილმა მძიმედ ამოისუნთქა. ფულის გათეთრება. ფიქრობთ, რომ იაგო შეიძლება ცდილობდეს ლეგიტიმური ბიზნესების გამოყენებას კარტელის ფულის გასათეთრებლად. და ახლად აღმოჩენილი მემკვიდრე იქნებოდა შესანიშნავი ფასადი. თამარმა მოახშო მოგუდული ქვითინი. არ შეიძლება. მითხრა, რომ შეცვლილი იყო, რომ სურდა ურთიერთობა ჩემთან. გიორგი მოხვია ხელი, მიიზიდა ახლოს. თამარ, ძალიან მწუხვარ. დეტექტივი განაგრძობდა, არის მეტიც. აღმოვაჩინეთ, რომ იაგო კითხვებს სვამდა თქვენზე, ბატონო ბერიძე. თქვენს სასტუმროების ბიზნესზე, თქვენს ფინანსებზე. ვფიქრობთ, რომ შეიძლება რაღაცას გეგმავდეს.
გიორგი მიგრძნო ჟრუანტელი, რომელმაც ზურგზე ჩაურბინა. ფიქრობ, რომ საფრთხეში ვართ. ვერ ვიქნებით დარწმუნებული, უპასუხა დეტექტივმა. მაგრამ გირჩევთ, იყოთ უკიდურესად ფრთხილად. ნუ დაუკავშირდებით იაგოს ჯერჯერობით. ვმუშაობთ, რომ შევკრიბოთ საკმარისი მტკიცებულება მის დასაპატიმრებლად, მაგრამ გვჭირდება დრო. როდესაც დეტექტივი წავიდა, გიორგი და თამარი დარჩნენ მძიმე სიჩუმეში. საბოლოოდ თამარმა ისაუბრა მისი ხმა ემოციით გატეხილი. ბატონო გიორგი, ძალიან მწუხვარ. ყველაფერი ეს ჩემი ბრალია. თუ მე არ გამოვრჩენილიყავი თქვენს ცხოვრებაში. გიორგიმ რბილად შეაწყვეტინა, თამარ შემომხედე, დაელოდა, სანამ ის აიხედავდა, მისი თვალები ცრემლებით სავსე. ამაში არაფერია შენი ბრალი. შენ ხარ მსხვერპლი ამ ყველაფერში, ისევე როგორც ნინო იყო. რა უნდა ვქნათ, იკითხა თამარმა, მისი ხმა ძლივ ჩურჩული იყო. გიორგი ადგა, ფიცხი გადაწყვეტილება მის თვალებში. ამას ერთად შევხვდებით. არ დაუშვებ, რომ იაგომ დაგაზიანოს ან გამოიყენოს ჩემი კომპანია თავისი უკანონო საქმიანობისთვის. იმ მომენტში თამარის ტელეფონმა დარეკა. ეს იყო შეტყობინება იაგოსგან, რომელიც ითხოვდა მის ნახვას მომდევნო დღეს. გიორგიმ და თამარმა გაცვალეს მზერა. იქნებ თქვა გიორგიმ, ნელა, ეს არის ჩვენი შანსი, რომ მოვიპოვოთ მტკიცებულებები მის წინააღმდეგ. თამარმა თავი დაუქნია შიშისა და გადაწყვეტილების ნაზავი მის სახეზე. ერთად გავაკეთებთ ამას. როდესაც გიგმავდნენ თავიანთ შემდეგ მოძრაობას, გიორგი ვერ აჩერებდა სიამაყისა და შეშფოთების ნაზავის გრძნობას თამარისთვის. ახალგაზრდა ქალი, რომელიც გაიცნო კაფეში, იმდენად გაიზარდა ასეთ მცირე დროში, უძლებდა გამოწვევებს, რომლებსაც ბევრი დაეცემოდა. როდესაც ღამე წინ მიიწევდა, გიორგი და თამარი მუშაობდნენ თავიანთ გეგმაზე, გადაწყვეტილები, რომ ბოლო მოეღოთ იაგოს მანიპულაციებისთვის ერთხელ და სამუდამოდ. რაც არ იცოდნენ იყო ის, რომ ბედს ჰქონდა კიდევ უფრო მეტი მოულოდნელობები მათთვის და რომ მათი ურთიერთობის ნამდვილი გამოცდები მხოლოდ იწყებოდა. მომდევნო დილა გათენდა ნაცრისფერი და წვიმიანი თბილისში, თითქოს ამინდი ასახავდა დაძაბულობას, რომელსაც გიორგი და თამარი გრძნობდნენ. ისინი ადრე შეხვდნენ გიორგის ბინაში, რომ საბოლოოდ განეხილათ თავიანთი გეგმის დეტალები. დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ამის გაკეთება, იკითხა გიორგიმ მე რამდენჯერ, შეშფოთება აშკარა იყო მის ხმაში. თამარმა თავი დაუქნია, მისი სახე გადაწყვეტილების ნიღაბი იყო. ჭირდება მასთან დაპირისპირება, ბატონო გიორგი. ჭირდება სიმართლის ცოდნა მისი საკუთარი ბაგეებიდან. გეგმა იყო მარტივი, მაგრამ სარისკო. თამარი შეხვდებოდა იაგოს ცენტრალურ კაფეში, ატარებდა დამალულ მიკროფონს. გიორგი და დეტექტივი მამულაშვილი იქნებოდნენ ახლომდებარე ფურგონში, უსმენდნენ და მზად იქნებოდნენ ჩარევისთვის, თუ საჭირო გახდებოდა. როდესაც თამარი ემზადებოდა წასასვლელად, გიორგი მგბილად დაიჭირა მკლავში. თამარ რაც არ უნდა მოხდეს დღეს, მინდა რაღაც იცოდე, მან გააკეთა პაუზა, ეძებდა შესაბამის სიტყვებს. ამ ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც გაგიცანი. სინათლე შემოიტანე ჩემს ცხოვრებაში ისეთი გზით, რომელიც არ მეგონა, რომ შესაძლებელი იყო ნინოს დაკარგვის შემდეგ. რაც არ უნდა მოხდეს იაგოსთან, მინდა იცოდე, რომ ყოველთვის გექნება ადგილი ჩემს ცხოვრებაში. თამარის თვალები ცრემლებით აივსო. უსიტყვოდ, მან ჩაიხუტა გიორგი მაგრად. როდესაც საბოლოოდ გაშორდნენ, ორივე სველი ჰქონდა თვალები. გმადლობთ, ბატონო გიორგი, ჩაიჩურჩულა თამარმა. თქვენც გახდით ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ბოლო ხელის ჩამორთმევით, თამარი გავიდა ბინიდან. გიორგი მუყურა, როგორ შორდებოდა, ჩუმად ლოცულობდა, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. 1 საათის შემდეგ გიორგი იჯდა სათვალთვალო ფურგონში დეტექტივ მამულაშვილთან ერთად, ყურადღებით უსმენდა საუბარს თამარსა და იაგოს შორის. მიხარია, რომ გადაწყვიტე ჩემი ნახვა შვილო, გაისმა იაგოს ხმა ყურსასმენების მეშვეობით. ნუ დამიძახებ ასე, უპასუხა თამარმა, მისი ხმა ცივი იყო. მინდა სიმართლე, იაგო. მთელი სიმართლე. იყო გრძელი სიჩუმე, სანამ იაგო უპასუხებდა. რისი ცოდნა გინდა? რატომ დაბრუნდი ნამდვილად? რა გინდა ჩემგან? და ბატონი გიორგისგან. გიორგიმ შეიკავა სუნთქვა, ელოდა იაგოს პასუხს. თამარ, მე. იაგო, როგორც ჩანდა, ებრძოდა თავის სიტყვებს, საქმეები რთულია. დიახ, მართალია, რომ კვლავ მაქვს კავშირები ჩემს ძველ ბიზნესთან. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ფიქრობ. მაშ რა არის? ზეწოლა მოახდინა თამარმა. ვცდილობ გამოსვლას, მართლა, ახსნა იაგომ.
მაგრამ ეს არ არის ასე ადვილი. Ჭირდება დახმარება გარკვეული ფულის გასუფთავებაში. ფიქრობდი, რომ იქნებ შენი მემკვიდრეობით და გიორგის ბიზნესით. გიორგი მიგრძნო, რომ ბრაზი იზრდებოდა მის შიგნით. იაგო აღიარებდა თავის განზრახვას, რომ გამოეყენებინა თამარი და მისი ბიზნესი ფულის გასათეთრებლად. როგორ შეგეძლო? თამარის ხმა კანკალებდა სიბრაზისგან. როგორ შეგეძლო ჩემი გამოყენება ასე? ბატონი გიორგის გამოყენება. თამარ, გთხოვ, გაიგე. ეს ერთადერთი გზაა, რომ უსაფრთხოდ ვიყო, რომ შეგვეძლოს ერთად მომავალი გქონდეს. არ არსებობს ერთად მომავალი, იაგო, უპასუხა თამარმა მტკიცედ. არა, ამის შემდეგ. უცებ გაისმა ხელჩართული ბრძოლის ხმა და იაგოს ხმა გახდა საშიში. არ გესმის, თამარ. არ გაქვს არჩევანი. თუ არ დამეხმარები, თუ არ დაარწმუნებ გიორგის, რომ ითანამშრომლოს, საქმეები ძალიან ცუდად წავა ორივესთვის. გიორგი წამოხდა. უნდა ჩავერიოთ ახლავე. დეტექტივმა მამულაშვილმა დაუქნია თავი, გასაბრძანებები თავისი რადიოთი. წამების განმავლობაში რამდენიმე ოფიცერი გაემართა კაფესკენ. გიორგი გაიქცა დაწესებულებისკენ, გული ძლიერად უცემდა. როდესაც შევიდა, დაინახა იაგო, რომელიც მაგრად უჭერდა თამარის მკლავს, ხოლო ის ცდილობდა თავის გათავისუფლებას. გაუშვი, დაიყვირა გიორგიმ, იაგოსკენ გაქანდა. რაც მოხდა შემდეგ იყო მოძრაობისა და ყვირილის ქაოსი. გიორგიმ შეძლო იაგოს თამარისგან მოშორება ზუსტად მაშინ, როდესაც პოლიციის ოფიცრები შევიდნენ კაფეში. შეშფოთების შუაგულში იაგომ სცადა გაქცევა, მაგრამ სწრაფად იქნა მოგერიებული და ხელბორკილები დაადეს. გიორგიმ ჩაიხუტა თამარი, რომელიც უკონტროლოდ კანკალებდა. უკვე ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი გათავდა, ჩაუჩურჩულა, მის თმებს ეფერებოდა. უსაფრთხოდ ხარ? როდესაც პოლიცია იაგოს აცილებდა, დეტექტივი მამულაშვილი მიუახლოვდა მათ. გვაქვს ის, თქვა კმაყოფილებით. ჩაწერილი აღიარება და იძულების მცდელობა საკმარისზე მეტია, რომ ციხეში ჩავსვათ დიდი ხნით. გიორგიმ თავი დაუქნია, მადლიერი, მაგრამ მისი მთავარი საზრუნავი იყო თამარი. მან გაიყვანა იგი კაფედან, მოაშორა აურზაურსა და დაბნეულობას. კარგად ხარ, კითხა რბილად, შეშფოთებით ათვალიერებდა მის სახეს. თამარმა ნელა დაუქნია თავი, წრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე. მგონი კი. უბრალოდ. ერთი მომენტით, როცა დამიჭირა, დავინახე კაცი, რომლისგანაც დედაჩემი გაიქცა. გავიგე, რატომ გააკეთა ის, რაც გააკეთა. გიორგი მკლავ ჩაიხუტა, გრძნობდა, როგორ მოდუნდა თამარის სხეული მისზე. ნინო ძალიან იამაყებდა შენით, თამარ. შენ გაუმკლავდი შენს შიშებს და დაეხმარი იაგოს მართლმსაჯულების წინაშე წარდგენაში. როდესაც ისინი ჩახუტებულები იდგნენ წვიმის წვეთების ქვეშ, რომლებიც ეცემოდნენ თბილის, გიორგი მიხვდა რაღაცას. კავშირი, რომელიც მას ჰქონდა შექმნილი თამართან, სდებოდა უბრალოდ მისი ცოლის ქმრად ან მენტორად ყოფნას. ის გადაქცეულიყო რაღაც უფრო ღრმად, უფრო მნიშვნელოვნად. იაგოს მათი ცხოვრებიდან წასვლით, გიორგისა და თამარს ახლა ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეკვლიათ, რას ნიშნავდნენ ისინი ერთმანეთისთვის ნამდვილად, წარსულის ჩრდილების გარეშე, რომლებიც ყოველ კუთხეში ჩასაფრებულები იყვნენ. წვიმა იწყებდა შემცირებას და მზის სხივი გამოჩნდა ღრუბლებს შორის. გიორგიმ ეს აიღო, როგორც ნიშანი. მიუხედავად სირთულეებისა, მომავალი ნათელი ჩანდა. და მოუთმენლად ელოდა, რომ აღმოეჩინა, რა ელოდათ ერთად. მომდევნო თვეები იაგოს დაპატიმრების შემდეგ იყო განკურნებისა და აღმოჩენის პერიოდი გიორგისა და თამარისთვის. საფრთხის გავლით ორივემ შეძლო საბოლოოდ ფოკუსირება საკუთარ ცხოვრებაზე და ურთიერთობაზე, რომელიც მათ შექმნეს გაჭირვებებში. თამარმა ერთგული თავისი გადაწყვეტილებისა ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის შესასწავლად. გიორგიმ თავისი დაპირების შესრულებით მხარი დაუჭირა მას ყველა ნაბიჯზე. ბიბლიოთეკაში სწავლის საღამოები გახდა მათი ახალი რუტინა. გიორგი ხშირად ეხმარებოდა გადამეორებაში, ან უბრალოდ სთავაზობდა მორალურ მხარდაჭერას. ერთ შემოდგომის საღამოს, როდესაც თბილისის ფერად ისტორიულ ცენტრში სეირნობდნენ, თამარი გაჩერდა ძველი კაფე ვახტანგის კუთხის წინ. იცი, ზოგჯერ მენატრება აქ მუშაობა, თქვა ნოსტალგიურად. გიორგიმ შეხედა მას, იდეა ფორმირდებოდა მის გონებაში. რა იქნება, რომ ვიყიდოთ? თამარმა გაკვირვებით შეხედა. კაფეს ყიდვა. მაგრამ ბატონო გიორგი, თქვენ გაქვთ სასტუმროების ქსელი და მე ვსწავლობ. იფიქრე ამაზე, განაგრძო გიორგიმ, იდეით აღფრთოვანებული, შეიძლება იყოს პარალელური პროექტი.
რაც პატივს მიაგებს ნინოს ხსოვნას და წარმოადგენს ახალ დასაწყისს ჩვენთვის. თამარის თვალები განათდა. ნინოს საიდუმლო. როგორც კაფე, რომელიც ერთხელ წარმოვიდგინეთ. გიორგიმ გაიღიმა იმ საუბრის გახსენებისას. ზუსტად. ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იპოვან ნუგეში, როგორც შენ იპოვე აქ. და ვინ იცის, იქნებ შეძლო შენი ფსიქოლოგიის ცოდნის გამოყენება, რომ შექმნა ნამდვილად მეგობრული სივრცე. იდეა სწრაფად გაიზარდა. მომდევნო კვირეებში გიორგი და თამარი ერთად მუშაობდნენ, რომ თავიანთი ოცნება რეალობად ექციათ. ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ვახტანგთან, რომელიც აღფრთოვანებული იყო, რომ კაფე კარგ ხელებში დარჩებოდა. მათ განაახლეს სივრცე, შექმნეს თბილი და მეგობრული გარემო, რომელიც პატივს მიაგებდა ნინოს ხსოვნას. ნინოს საიდუმლოს გახსნის დღე დადგა დიდი მოლოდინით. ადგილი სავსე იყო მეგობრებით, მეზობლებითა და ცნობის მოყვარეებით, ყველა მოუთმენლად ელოდა ტრანსფორმაციის ნახვას. როდესაც გიორგი და თამარი ემზადებოდნენ საზეიმო ლენტის გასაჭრელად, ისინი შეხედეს ერთმანეთს, ურთიერთგაგების ნაკადი გაიარა მათ შორის. თამარ, თქვა გიორგიმ რბილად, ეს ბოლო თვეები იყო. არა ჩვეულებრივი. შენ შემოიტანე სიხარული ჩემს ცხოვრებაში, რომლის კვლავ განცდის იმედი აღარ მქონდა. თამარმა გაიღიმა, მისი თვალები ემოციით ბრწყინავდნენ. ბატონო გიორგი, თქვენ იყავით ჩემი კლდე, ჩემი მხარდაჭერა. არ ვიცი, რას ვიზამდი თქვენ გარეშე. იმ მომენტში გარშემორტყმულები ბრბოს თბილი ზუზუნითა და ახლად მოხარშული ყავის არომატით, გიორგი მიხვდა, რომ მისი გრძნობები თამარის მიმართ ევოლუციას განიცდიდა. ის უკვე აღარ ხედავდა მას, როგორც ნინოს ქალიშვილს ან ახალგაზრდა ქალს, რომელსაც სჭირდებოდა მისი დაცვა. ის ხედავდა მას, როგორც ძლიერ, შესაძლებელ და ლამაზ ქალს, ვისთანაც უნდოდა გაეზიარებინა თავისი ცხოვრება. თამარ დაიწყო, მისი გული ძლიერად ფეთქავდა, ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობა უჩვეულო გზით დაიწყო, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ. არა როგორც მამას ან მენტორს, არამედ როგორც კაცს, რომელმაც იპოვა შენში თავისი თანამგზავრი, თავისი თანასწორი. თამარის თვალები ცრემლებით აივსო. ო, ბატონო გიორგი, ჩაიჩურჩულა, მეც მიყვარხარ. ვებრძოდი ამ გრძნობებს, ვფიქრობდი, რომ შეუფერებელი იყო, მაგრამ ვეღარ უარყოფ მათ. ბრბოსტაშისა და შეძახილების შუაგულში, გიორგიმ და თამარმა გაიზიარეს მათი პირველი კოცნა, დაბეჭდეს სიყვარული, რომელიც დაიბადა ტრაგედიიდან, მაგრამ აყვავებული იყო რაღაც ლამაზი და ჭეშმარიტი. როდესაც ჭრიდნენ ლენტს, ოფიციალურად აღნიშნავდნენ ნინოს საიდუმლოს გახსნას, ორივე მიგრძნო ნინოს ყოფნა, არა როგორც წარსული საჩრდილი, არამედ როგორც კურთხევა მათი ერთად მომავლისთვის. კაფე სწრაფად გახდა საზოგადოების გული, ადგილი, სადაც ადამიანები მოდიოდნენ არა მხოლოდ შესანიშნავი ყავისთვის, არამედ სიყვარულისა და მიღების ატმოსფეროსთვის, რომელიც გიორგიმ და თამარმა შექმნეს. და ასე, თბილისის ფერად სცენაზე სიყვარულის ახალი ისტორია დაიწყო, ისტორია, რომელიც პატივს მიაგებდა წარსულს, მაგრამ იმედით იყურებოდა მომავლისკენ. ერთი წელი გავიდა ნინოს საიდუმლოს გახსნიდან და გიორგისა და თამარის ცხოვრებამ ჰარმონიული რიტმი იპოვა. კაფე გადაქცეულიყო საზოგადოების მფეთქავ გულად, ადგილად, სადაც სიცილი და საუბრები ისევე თავისუფლად მიედინებოდა, როგორც ყავა. იყო მზიანი კვირადილა და გიორგი ადრე გაიღვიძა, მისი გული სავსე იყო მოლოდინით. დღეს იყო დღე. ის ჩუმად გავიდა ოთახიდან, დატოვა თამარი მძინარე და გაემართა სამზარეულოსკენ, რომ მოემზადებინა სპეციალური საუზმე, რომელიც დაგეგმა. როდესაც ახლად მომზადებული ყავისა და ბლინების არომატი ავსებდა აპარტამენტს, გიორგი გონებაში იმეორებდა სიტყვებს, რომლებიც კვირების განმავლობაში ჰქონდა გავარჯიშებული. სურდა, რომ ყველაფერი სრულყოფილი ყოფილიყო. თამარი გამოჩნდა სამზარეულოს კარში, ძილიანი თვალებს იფშნეთდა. დილა მშვიდობისა, ჩაიბუტბუტა ღიმილით. რა არის ეს ყველაფერი? გიორგიმ ნაზად აკოცა. სპეციალური საუზმე სწორედ ქალისთვის. მოდი, დაჯექი. საუზმობისას, როდესაც საუბრობდნენ მხიარულად მათი გეგმების შესახებ კაფესთან და თამარის სწავლასთან დაკავშირებით, გიორგი გრძნობდა, რომ ბეჭედი მის ჯიბეში ტონას იწონიდა. თამარ თქვა ბოლოს, აიღო მისი ხელი მაგიდაზე. ეს ბოლო წელი იყო ყველაზე ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში. არასოდეს მეგონა, რომ შეძლებდი კვლავ ასეთი სიყვარულის განცდას ნინოს შემდეგ, მაგრამ შენ განათებ ჩემს სამყაროს ისეთი გზით, რომლის აღწერაც არ შემიძლია. თამარის თვალები ცრემლებით აივსო. ო, გიორგი! ის ადგა, თამარის გასაკვირად დაიჩოქა მის წინ, ამოიღო პატარა ხავერდის ყუთი თავისი ჯიბიდან. თამარ კაპანაძე, თქვა, მისი ხმაოდნავ კანკალებდა ემოციისგან, გამიკეთებ უდიდეს პატივს და გახდები ჩემი მეუღლე.
თამარმა ამოისუნთქა, მისი ხელები ფარავდნენ პირს შოკში. ერთი მომენტით დრო როგორც გაჩერდა. შემდეგ ცრემლებით, რომლებიც ლოყებზე ჩამოსდიოდა, ენერგიულად დაუქნია თავი. დიახ, ჩაიჩურჩულა და შემდეგ უფრო ხმამაღლა. დიახ, დიახ, 1000-ჯერ დიახ. გიორგიმ ბეჭედი წამოაცვა მის თითზე, ლამაზი სოლიტერი, რომელიც მისი ბებიის იყო. ისინი აკოცეს ერთმანეთს, კოცნა სავსე დაპირებებითა და ოცნებებით მომავლისთვის. მოგვიანებით იმ დღეს, როდესაც ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ თბილისის ფერად ქუჩებში კაფესკენ, რომ გაეზიარებინათ კარგი ამბები მათი მეგობრებისა და თანამშრომლებისთვის, თამარი უცებ გაჩერდა. გიორგი, თქვა მისი ხმა სერიოზული. არის რაღაც, რაც უნდა გითხრა. გიორგის გული შეუხდა. რა ხდება, საყვარელო? თამარმა ღრმად ჩაისუნთქა. ორსულად ვარ. გიორგიმ შეხედა მას, გაოგნებული ერთი მომენტით, სანამ უზარმაზარი ღიმილი გაანათებდა მის სახეს. ის აიყვანა მკლავებში, ტრიალებდა მასთან ერთად ქუჩის შუაგულში, ორივე იცინოდა წმინდა სიხარულისგან. ჩვენ ვიქნებით მშობლები, შესწახა გიორგიმ, არანაულებდა გამვლელების ცნობის მოყვარე მზერები. როდესაც განაგრძობდნენ გზას კაფესკენ, ახლა უფრო დიდი ამბით გასაზიარებლად, გიორგი და თამარი გრძნობდნენ, თითქოს ღრუბელზე დადიოდნენ. მომავალი, რომელიც ერთ დროს ასეთი გაურკვეველი და საშიში ჩანდა, ახლა გაშლილი იყო მათ წინაშე, სავსე დაპირებებითა და შესაძლებლობებით. ნინოს საიდუმლოში მისვლისას მათ შეეგებნენ ყავისა და ახლად გამომცხვარი პურის თბილი არომატები და მათი თანამშრომლებისა და მუდმივი კლიენტების ნაცნობი ღიმილები. თამარი, ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორი, რომელიც ახლა კაფეს მენეჯერი იყო პირველი, ვინც შენიშნა ბრწყინვალება მათ თვალებში და ბეჭედი თამარის თითზე. ღმერთო ჩემო, შესწახა, გაიქცა მათ ჩასახუტებლად. ეს ის არის, რასაც ვფიქრობ. გიორგიმ და თამარმა გაცვალეს თანამზრახველი მზერა, სანამ ენთუზიაზმით დაუქნევდნენ თავს. ჩვენ ვქორწინდებით, განაცხადა თამარმა, მისი ხმა სავსე იყო ბედნიერებით. ამბავი სწრაფად გავრცელდა კაფეში, ავსებდა ადგილს მილოცვებითა და კეთილი სურვილებით. შამპანურის ბოთლები გამოჩნდა როგორც ჯადოქრობით და მალე ყველა სადღეგრძელოს ამბობდა ბედნიერი წყვილისთვის. ზეიმის შუაგულში, გიორგიმ სიჩუმე მოითხოვა, ავიდა სკამზე, რომ ყველას დაენახა. მეგობრებო, დაიწყო მისი ხმა ემოციით დატვირთული. მე და თამარს გვაქვს კიდევ ერთი ამბავი, რომ გაგიზიაროთ, მან დრამატული პაუზა გააკეთა, უყურებდა თამარს თაყვანისცემით. ჩვენ ვიქნებით მშობლები. კაფემ აფეთქება მოაწყო უფრო ხმამაღალი ტაშითა და ოვაციებით. თამარი გაიქცა თამარის ჩასახუტებლად, სიხარულის ცრემლები მის თვალებში. ო, ჩემო გოგონა, ჩაიჩურჩულა. ნინო ასე იამაკებდა შენით. როდესაც ზეიმი გრძელდებოდა, გიორგი აღმოაჩინა, რომ ფიქრობდა საოცარ მოგზაურობაზე, რომელმაც ამ მომენტამდე მოიყვანა. იმ დღიდან, როდესაც თამარი შევიდა მის ცხოვრებაში იმ ფრაზით ყავის შესახებ, რომელმაც ასე შეახსენა ნინო, ახლამდე დანიშნულებს და ბავშვის მოლოდინში, ყოველი მომენტი იყო გამოწვევებისა და კურთხევების ნაზავი. იმ საღამოს მას შემდეგ, რაც აღფრთოვანება ჩაწყნარდა და კაფე დაიხურა, გიორგი და თამარი ისხდნენ მეორე სართულის პატარა ტერასაზე, თბილისის შუქებს გაჰყურებდნენ. რაზე ფიქრობ? იკითხა თამარმა, ამჩნევდა გიორგის ჩაფიქრებულ გამომეტყველებას. მან გაიღიმა, მათი თითები გადააჯაჭვა. რამდენად გამიმართლა. როგორ შეუძლია ცხოვრებას გაგაოცოს ყველაზე მოულოდნელი გზებით. თამარმა თავი დაუქნია, მისი თავი გიორგის მხარზე დაადო. ზოგჯერ ვფიქრობ დედაჩემზე, გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მან მიიღო? მაინტერესებს, ოდესმე თუ წარმოიდგენდა, რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი. მგონი ბედნიერი იქნებოდა, თქვა გიორგი მრბილად. ბედნიერი, რომ ვიპოვეთ სიყვარული და სიხარული, ყველაფრის მიუხედავად. ისინი ჩუმად დარჩნენ ერთი მომენტით, ტკბებოდნენ ღამის სიმშვიდით და მათი სიყვარულის სითბოთი. იცი, უცებ თქვა თამარმა. თუ გოგო იქნება, მინდა ნინო დავარქვა. გიორგი მიგრძნო, რომ მისი გული იბერებოდა ემოციით. სრულყოფილია, ჩაიჩურჩულა, აკოცა თამარს შუბლზე. როდესაც ღამე წინ მიიწევდა, გიორგი და თამარი საუბრობდნენ მათი გეგმების შესახებ მომავლისთვის. როგორ გააფართოებდნენ კაფეს, იქნებ გახსნიდნენ საბავშვო ბაღს, რომ სხვა ახალგაზრდა მშობლებს შეეძლოთ მუშაობა ან სწავლა. ისინი საუბრობდნენ მათი ოცნებების შესახებ მათი ვაჟის ან ქალიშვილისთვის, როგორ მოუყვებოდნენ ნინოს ისტორიას და როგორ დაიბადა მათი სიყვარული ასეთი არაჩვეულებრივი გარემოებებისგან. როდესაც წაიწყებდა გათენებას განთიადის პირველი სხივებით, გიორგიმ და თამარმა გააცნობიერეს, რომ მთელი ღამე საუბარში, ოცნებაში, დაგეგმვაში გაატარეს. შეხედე, თქვა გიორგიმ, მიუთითა ჰორიზონტზე. ახალი დღე.
თამარმა გაიგიმა, მისი ხელი რბილად ისვენებდა მუცელზე. ახალი დასაწყისი დაამატა. და როდესაც მზე ამოდიოდა თბილისზე, ქალაქს ოქროსფერი და ვარდისფერი ტონებით ხებავდა, გიორგიმ და თამარმა აკოცეს ერთმანეთს, ბეჭედი დაადეს მათ დაპირებებსა და ოცნებებს. მომავალი გაშლილი იყო მათ წინაშე, ნათელი და სავსე შესაძლებლობებით, მომავალი აშენებული სიყვარულზე, სიმართლეზე და ნინოს მემკვიდრეობაზე. ნინოს საიდუმლოში ყავის არომატი იწყებდა ჰაერის ავსებას კვლავ, აღნიშნავდა ახალი დღის დასაწყისს. მაგრამ გიორგისა და თამარისთვის ეს ბევრად მეტი იყო. ეს იყო ახალი თავის დასაწყისი მათ ცხოვრებაში, ერთი, რომელსაც ისინი ერთად დაწერდნენ, სიყვარულით, სიმამაცით და იმის დარწმუნებით, რომ რა გამოწვევებსაც არ უნდა შეხვდნენ, მათ გაუმკლავდებოდნენ ერთად. და ასე, თბილისის გულში, ფერად ქუჩებსა და ყავის არომატებს შორის სიყვარულისა და ოჯახის ახალი ისტორია იწყებდა აყვავებას, ისტორია, რომელიც პატივს მიაგებდა წარსულს, ამავდროულად ენთუზიაზმით ეგებებოდა მომავალს.